მოგესალმებით. მოცემული ვიდეოს თემაა პროექტის განმარტება, პროექტის არსი და მისი მთავარი პრიორიტეტები. პროექტი წარმოადგენს საქმიანობას, ესე ვთქვათ, საქმეს, რომელსაც აუცილებლად წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული ის მიზნები და ის შედეგი, რომელსაც პროექტმა უნდა მიაღწიოს. პროექტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დასაწყისი და აუცილებლად უნდა ჰქონდეს დასასრული. პროექტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შემოსაზღვრული ბიუჯეტი და შემოსაზღვრული სხვა რესურსები, რომელიც მას შეიძლება დასჭირდეს იმ პროდუქტის მისაღებად და იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც თავიდან თქვით. პროექტი არსებობს იმისთვის, რომ შექმნას უნიკალური შედეგი, რომლის ზუსტი ანალოგი აქამდე არ შექმნილა. და ესე ვთქვათ, ის შეზღუდვები, რომელიც ახსენეთ უკვე ეს იყო დროითი, რესურსული, ბიუჯეტური შეზღუდვები უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული თავიდანვე. თითოეულ კომპონენტს რომ მივყვეთ, ან როდესაც მივყვებით თითოეულ, ესე ვთქვათ, აი ამ ჩამონათვალს, მივადგებით მთავარ არსს პროექტისას, თუ რას წარმოადგენს იგი და მთავარ მახასიათებლებს პროექტისას. ესენია პროექტის შინაარსი, რომელიც წარმოადგენს იმ მიზნების და იმ შედეგის ზუსტ და დეტალურ, ესე ვთქვათ, ასახვას და ზუსტად დეტალურ განმარტებას, რომლისთვისაც ზოგადად პროექტი არსებობს და რომელსაც პროექტი იქმნება. მეორე მთავარი მახასიათებელი ეს არის დრო, თუ რა დროში უნდა გაკეთდეს პროექტი, საიდანაც ფაქტიურად, როგორც წეღავ თქვით, უნდა განისაზღვროს პროექტის დასაწყისი და პროექტის დასასრული ზუსტად როდის უნდა მოხდეს. და დანახარჯები, ანუ ის რესურსები, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ფულადი დანახარჯი, ასევე სხვა ადამიანური რესურსი იქნება თუ სხვა ტიპის რესურსული დანახარჯები. მოკლედ ეს მთავარი მახასიათებლები, ეს სამი მთავარი მახასიათებელი წარმოადგენს პროექტის მთელ არსს და ესე ვთქვათ, პროექტის მონაწილეები, პროექტის მენეჯერი, პროექტის სხვა ძირითადი მონაწილეები, ესე ვთქვათ, ამ მთავარი სამი მახასიათებლისკენ არიან მიპყრობილები, ყურადღება მთელი ამ სამ მახასიათებელზე აქვს მიპყრობილი. ყველაზე მთავარი, ესე ვთქვათ, სამი მახასიათებელი თქვით, ეს არის პროექტის შინაარსი, დრო და დანახარჯები. მთავარი მახასიათებელი, რომელსაც როგორც თქვით, პროექტი იქნება, ეს არის პროექტის შინაარსი და რომელიც, როგორც თქვით, წარმოადგენს მიზნების და პროექტის საბოლოო პროდუქტის აღწერას და ესე ვთქვათ, მთელი დანარჩენი ორი მახასიათებელი, რაც შეეხება დროს და დანახარჯებს, მორგებულია შინაარსზე. ანუ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ რისი მიღებაც გვინდა, იმის მიხედვით ისაზღვრება ის დრო და ის რესურსები, ესე ვთქვათ, იქიდან გამომდინარე ვიღებთ იმ დროს და იმ რესურსებს, რისი მიღებაც შედეგად, რისი მიღებაც მიზნის მისაღწევად გვჭირდება. აქედან გამომდინარეობს ამ სამ მახასიათებელთან ასევე პროექტის პრიორიტეტები. ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ვარიანტში, ყველა ნებისმიერ პროექტს გააჩნია თავისი პრიორიტეტი და ესე ვთქვათ, პრიორიტეტი იმის მიხედვით, თუ კლიენტი, თუ დამკვეთი, როგორ თხოვს, რანაირად თხოვს, ამ სამი კომპონენტიდან განისაზღვრება. ანუ პროექტს შეიძლება ჰქონდეს შინაარსობრივი, ანუ შედეგობრივი, ესე ვთქვათ, პრიორიტეტი, ანუ დამკვეთს და სპონსორს უნდოდეთ ზუსტად იმის მიღება და აუცილებლად იმის მიღება მაღალი ხარისხით და მაღალი, ესე ვთქვათ, მახასიათებლით, რა პროდუქტიც უნდა მიიღონ მათ საბოლოოდ. მეორე პრიორიტეტი შეიძლება იყოს დროითი პრიორიტეტი, ანუ ამ შემთხვევაში დამკვეთ სპონსორს და კლიენტებს სჭირდებათ ზუსტად იმ ვადაში იმ შედეგის მიღება, რაოდესაც ისინი დაწესებენ. ანუ ფაქტიურად დედლაინი, რომელიც პროექტს შეიძლება ჰქონდეს, ანუ ამ დედლაინს არ უნდა გადასცეს პროექტი. და მესამე პრიორიტეტი, რომელიც შეიძლება იყოს პროექტში, ეს არის დანახარჯების, ადამიანური რესურსების და ფულადი რესურსების, რომელიც ერთიანობაში შეიძლება თქვათ როგორც ბიუჯეტი. ამ კუთხით ვამბობთ, რომ არც დამკვეთს, არც სპონსორს მეტი საშუალება არ აქვს და ყველა ვარიანტში პრიორიტეტი გვაქვს ის, რომ ჩავეტიოთ იმ ბიუჯეტში, რომელიც წინასწარ იყო განსაზღვრული. ეს პრიორიტეტები, ანუ რომელიც როგორც გითხარით, უკვე პროექტის მთავარი მახასიათებლებიდან გამოდის და გამომდინარეობს, ეს პრიორიტეტები, ესე ვთქვათ, როგორც ვთქვით, ყველა პროექტს გააჩნია, აუცილებელია რომ ყველა პროექტს გააჩნდეს, უბრალოდ ხანდახან ხდება ხოლმე ისე, რომ დამკვეთებს და სპონსორებს, ესე ვთქვათ, არ უნდათ ამის აღიარება.
არ უნდათ აღიარება, იმიტომ რომ მათთვის სამივე კომპონენტი ძვირფასია. ანუ ის ხარისხი, რომელიც მათ უნდათ რომ მიიღონ, რა თქმა უნდა, უნდათ რომ საუკეთესო ხარისხით იყოს მიღებული. ის დრო, რომელიც მათ უნდათ რომ, ესე ვთქვათ, დაიხარჯოს, ანუ რაც შეიძლება სწრაფად გაკეთდეს პროექტი და რა თქმა უნდა, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით. თუმცა პროექტის მენეჯერმა აუცილებლად უნდა შეეცადოს და აუცილებლად უნდა განსაზღვროს, თუ ამ სამიდან რომელ კომპონენტში აქვს ყველაზე მეტი პრიორიტეტი სპონსორს და დამკვეთს გამოყოფილი და მინიჭებული. ეს კითხვა, როდესაც დამკვეთს შეიძლება პირდაპირ დაუსვამ, რომ აბა ჩემო ძვირფასო, რომელია აქ ამ სამიდან შენთვის ყველაზე პრიორიტეტული, ხშირ შემთხვევაში თავდება პასუხით, რომ სამივე ჩემთვის ძვირფასია. ვერცერთს ვერ გამოყოფ. სამივე ძალიან ესე ვთქვათ, ჩემი სურვილია, რომ სამივე ზუსტად ისე შესრულდეს, როგორც გვაქვს. ანუ არც მეტი დრო არ მაქვს, არც მეტი ფული არ მაქვს და ზუსტად ის შედეგი მინდა და ზუსტად იმ ხარისხის, რომ კარგი ხარისხის იყოს, ესე ვთქვათ, შედეგი მიღებული. ანუ ფაქტიურად ნიშნავს, რომ დამკვეთს ყველაზე ხშირად უნდა ხოლმე მიიღოს პროდუქტი იაფად, სწრაფად და ხარისხიანად. სხვადასხვა მეთოდი არსებობს იმისა, თუ როგორ შევაგნებინოთ დამკვეთს, როგორ უთხრათ დამკვეთს და როგორ აუხსნათ, რომ იაფად, სწრაფად და ხარისხიანად არაფერი არ არსებობს. და რომელიმე აი ამ სამი კომპონენტიდან ეს იქნება შედეგი, დრო თუ ფული, რომელიმე უნდა დათმოს დამკვეთმა. რომელიმე უნდა ესე ვთქვათ, შეწიროს იმას, რომ არ შეიძლება სამივე მხარეს, ესე ვთქვათ, პროექტის მენეჯერს და პროექტს გაჩავდეს დამკვეთი და სპონსორი და ეუბნებოდეს, რომ ყველა შემთხვევაში ზუსტად იგივე ის ხარისხი იმ მცირე დროში და იმ მცირე დანახარჯებით გვინდათ მივიღოთ, როგორც გქონდა თავიდან წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, თუ პროექტის მენეჯერი მიყვება დამკვეთს და სპონსორის ნებასრულს, ესე ვთქვათ, თავიდანვე შეტოპავს იქითკენ, რომ სამივე მხარე პრიორიტეტულია დამკვეთისთვის და ესე ვთქვათ, ვერ საზღვრავს უფრო მეტად რომელ პრიორიტეტულ კომპონენტს, ესე ვთქვათ, დაუთმოს მეტი ყურადღება, აუცილებლად გაუჭირდება ამ პროექტის მენეჯერს პროექტის მართვა. და როგორც ვთქვით, მოტივირებული უნდა ვიყოთ, რომ ერთ-ერთ კომპონენტში მაინც გქონდეს დამკვეთისგან და სპონსორისგან ხელის მოსაკიდი, ანუ ამ სამი კომპონენტიდან რომელიმე ერთში მაინც გქონდეს ხელის მოსაკიდი, ანუ ან შეგვეძლოს უფრო, ესე ვთქვათ, მოქნილად ვმართოთ დრო, ვადები, ან შეგვეძლოს უფრო მოქნილად ვმართოთ ბიუჯეტი, ან შეგვეძლოს უფრო მოქნილად, ესე ვთქვათ, ვმართოთ პროდუქტი, ანუ უფრო მეტი საშუალება გქონდეს იმისი, რომ სკოუპის კომპონენტების შეცვლის საშუალება მოგვეცეს. თუ სამივე მხარეს, ესე ვთქვათ, ხელები შეკრული გვაქვს, როგორც პროექტის მენეჯერს ძალიან გაგვიჭირდება პროექტის მართვა. ამიტომ თქვა სხვადასხვა მეთოდით და ძირითადად ეს მეთოდი არის ხოლმე, რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია, რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა დამკვეთთან და სპონსორთან, რომ კარგად გავიგოთ მათი მოლოდინები და პრინციპში პროექტი ამისთვისაც იქნება. როდესაც ჩვენ თავიდან ვთქვით, რომ პროექტისთვის აუცილებელია იმ მიზნების ზუსტად განსაზღვრა, რომლისთვისაც საბოლოოდ ის პროდუქტი უნდა დაიდოს, რომელსაც პროექტის მენეჯერი გააკეთებს, აი ზუსტად ამას გულისხმობთ, რომ ამ მიზნებში ზუსტად იყოს განსაზღვრული და მოცემული ის მოლოდინები, რომელიც პროექტის დამკვეთს, რომელიც პროექტის სპონსორს გააჩნია. როდესაც ეს მოლოდინები და როდესაც პროექტის მიზნები ზუსტად არ არის ხოლმე განსაზღვრული, ზუსტად აი აქ გვაქვს ის პრობლემა, რომ არ ვიცით ზუსტად რომელი კომპონენტია ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული. ამიტომ ჩვენც მოტივირებული უნდა ვიყოთ იმისკენ, რომ დამკვეთთან და სპონსორთან ერთად შევეცადოთ სწორად განსაზღვროთ პროექტის მიზნები, აქედან გამომდინარე, სწორად განსაზღვროთ ის პრიორიტეტები, რომელიც პროექტს გააჩნია. მახასიათებლებიდან ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც წეღავ თქვით, ეს იყო პროექტის ძირითადი განმარტებიდან და მახასიათებლებიდან, ერთ-ერთი რაც თქვით ის იყო, რომ პროექტმა აუცილებლად უნდა დადოს უნიკალური შედეგი, რომლის ზუსტი ანალოგი აქამდე არავის გაუკეთებია. ანუ ამაში გულისხმობთ რას, რომ გამზადებული რეცეპტით საქმის კეთება პროექტის მართვა არ არის. ანუ ჩვენ თუ უკვე წინასწარ გვაქვს გამზადებული რეცეპტი, თუ როგორ უნდა მივიღოთ, რა ვიცი, აი ესა თუ ის პროდუქტი, მანქანა, სახლი, ტორტი, ბუხარი, არ ვიცი, ნებისმიერი კომპონენტი, რომელიც შესრულებასაც გთხოვე როგორც პროექტის მენეჯერს, თუ ეს უკვე გამზადებული რეცეპტია და ზუსტად ვიცით, როგორი პროდუქტის ასლი უნდა მივიღოთ ზუსტად, ამას უკვე საპროექტო სამუშაოს ვერ დავარქმევთ.
ესე ვთქვათ, საოპერაციო საქმიანობა, ეს არის რუტინული საქმიანობა, რომლისთვისაც წინასწარ უკვე ყველაფერი ცნობილია. ის რეცეპტი გულისხმობს იმას, რომ არა მარტო კომპონენტების, ესე ვთქვათ, მნიშვნელობები ვიცით ზეპირად, არამედ ასევე ზეპირად ვიცით ის მოქმედებები, თუ რა მოქმედებებით უნდა მივიღოთ ეს კომპონენტი, ეს პროდუქტი. და ეს არის წინასწარ უკვე ცნობილი და წინასწარ ნაცნობი გზა. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ის პროექტისთვის საქმეს იმისაც რომ მას პროექტი დავარქვათ, აუცილებელია რომ წინასწარვე მოთხოვნილი იყოს უნიკალური შედეგის არსებობა, უნიკალური შედეგის დადება, რომლის ზუსტი ანალოგი როგორც ვთქვით აქამდე არ არსებობს. ხო? რაღაც მარტივი მაგალითები რომ მოვიყვანოთ, მაგალითად თუ აპირებენ და უნდათ გამოშვება Porsche-ს ქარხანაში, ახალი Porsche Cayenne-ის გამოშვება, როგორც ახალი მოდელის, ალბათ ეს იქნება პროექტი, იმიტომ რომ საერთოდ ახალი მოდელია, უნიკალურ შედეგს ვდებთ, რა თქმა უნდა, მას თავისი მიზნები ექნება და ის შედეგი, რომელიც უნდა მიიღონ, რა თქმა უნდა, მას დიდ დროს დახარჯავენ, რომ აღწერონ და ჩამოაყალიბონ. რა თქმა უნდა, ასევე წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული, თუ როდის უნდა მიიღონ ეს ახალი მოდელი, ანუ დასაწყისი და დასასრული ამ ესეთ კონკრეტული პროექტის, ბიუჯეტიც რა თქმა უნდა შემოსაზღვრული ექნებათ ამ პროექტისთვის და ესე ვთქვათ, უნიკალურ შედეგს დადებენ, რომლის ზუსტი ანალოგი აქამდე არ ყოფილა, ხო? ანუ Porsche Cayenne-ის ახალ მოდელს. პირველი შედეგი, რომელსაც ამ პროექტიდან მივიღებთ, ანუ უნიკალური შედეგი, ეს იქნება იმ პროექტის შედეგი. და ასევე ამ პროექტმა შეიძლება დადოს ამ შედეგის პარალელურად, ანუ აი ამ ახალი მოდელის პარალელურად დადოს რეცეპტი ზუსტად როგორ მიიღონ ზუსტად იგივე ასლის სხვა მოდელები. ამის შემდეგ დაიწყება ამ ახალი მანქანის სერიული წარმოება. სერიული წარმოება უკვე საპროექტო სამუშაო არ არის. სერიული წარმოება არის უკვე საოპერაციო სამუშაო, რომელიც როგორც უკვე ვთქვით, წინასწარ გამზადებული რეცეპტით ამზადებს სხვადასხვა, ესე ვთქვათ, ერთი და იგივე მოდელს, ერთი და იგივე მოდელის სხვადასხვა კოპიოს, სხვადასხვა ასლს. საპროექტო სამუშაო კი მთავრდება იქ, სადაც ზუსტად უნიკალურ შედეგს ვიღებთ. ანუ პირველ მოდელს ჩვენი ახალი მანქანის, პირველ მოდელს ჩვენი ახალი სახლის, პირველ მოდელს ჩვენი ახალი კომპიუტერის, ხო? თუ ჩვენ გვინდა რომ ესე ვთქვათ, ის ძალისხმევა, ის თულები, ის საშუალებები, რომელიც პროექტის მართვისთვის უნდა მოვიძიოთ და პროექტის მართვისთვის უნდა გამოვიყენოთ, ყველა შემთხვევაში გამოსადეგი იყოს და ზუსტად მოერგოს იმ მეთოდოლოგიას, რომელთაც პროექტის მართვა საჭირო, მაშინ ესეც არის აუცილებელი, რომ წინასწარ განსაზღვროთ, ხო არ ვაკეთებთ ჩვენ უკვე გაკეთებული საქმის რაღაც ალს, უკვე გაკეთებული საქმის რაღაც რუტინულ, ესე ვთქვათ, შემდგომ პროცესს და თუ ამას ვაკეთებთ, ეს იმას გულისხმობს და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება ყველა ის საშუალება, რომელიც პროექტის მართვას არის აუცილებელი. რა თქმა უნდა, რაღაც კომპონენტების გამოყენება შეგვიძლია, მაგრამ მთლიანობაში არ არის აუცილებელი ყველა იმ თულის, ყველა იმ საშუალების გამოყენება, ასე ვთქვათ, რუტინული პროცესის სამართავად. ამიტომ, ესე ვთქვათ, იმისათვის, რომ სწორად და დავწუნდეთ, ესე ვთქვათ, რომ ნამდვილად პროექტს მართავთ, როგორც ვთქვით, უნიკალური შედეგის დასადებად უნდა ვიყოთ მზად. და ესე ვთქვათ, ბოლო ერთ-ერთი მთავარი, ესე ვთქვათ, კომპონენტი და მთავარი გამსაზღვრელი, ესე ვთქვათ, როგორც ვთქვით, პროექტის განმარტებიდან გამომდინარე, ეს არის, რომ შედეგობრივიც, დროითიც და ფულადი მახასიათებლებიც აუცილებლად უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული. ანუ არ უნდა იყოს ისე, რომ პროექტის მენეჯერს ჰქონდეს დიდი ლავირების უნარი, ან პროექტის მენეჯერს, ან პროექტის დამკვეთს, ან პროექტის სპონსორს მუდმივად, განუზღვრელად, ესე ვთქვათ, წინასწარ უცნობად ცვალონ ეს სამი კომპონენტი. აუცილებელია, რომ ესე ვთქვათ, წინასწარ იყოს ეს ყველაფერი განსაზღვრული და როდესაც ჩვენ დავდებთ ახალ კანონს, რომელიც შეესაბამება რას, რომ ჩვენ გვაქვს ეს მიზანი, ჩვენ გვაქვს ეს ვადა ამ მიზნის შესასრულებლად და ჩვენ გვაქვს ეს ფული ამ მიზნის შესასრულებლად, დროის იმ მომენტში, როდესაც ეს სამი კომპონენტი გავსაზღვრეთ, ეს სამი კომპონენტია ჩვენთვის კანონი. თუ შემდგომ შეიცვალა რაღაც დროის განმავლობაში, უკვე შეცვლილი ახალი კანონი იქნება ჩვენთვის მთავარი. რამდენჯერად შეიცვლება ყოველთვის მიმდინარე, ესე ვთქვათ, მიმდინარე ვერსია აი ამ სამი კომპონენტის შინაარსის, დროის და ფულის იქნება ჩვენთვის კანონი. მოკლედ ეს იყო პროექტის განმარტება, პროექტის მახასიათებლები და პროექტის მთავარი პრიორიტეტები. გმადლობთ, ნახვამდის.